ქართველი დრამატურგის პოლიკარპე კაკაბაძის 3 ასულის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ასული ჩინეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე თეატრი ანარეკლი, რომელიც ამ ეტაპზე მარჯანიშვილის თეატრში მართავს წარმოადგენს რამდენიმე პრიზის მქონე სპექტაკლს ჩინელ მაყურებელს 9 და 10 ოქტომბერს წარუდგენ სპექტაკლის შემქმნელებს იმედი აქვთ, რომ ჩინეთის შემდეგ დას სხვა საერთაშორისო ფესტივალებზეც მიიწვევენ. ქორეოგრაფიული დრამა ასული ქალის ისტორიას გადმოსცემს, რომელიც საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ებრძვის. სპექტაკლმა აღიარება საქართველოში უკვე მოიპოვა, ახლა კი საერთაშორისო მაყურებელთან შესახვედრად ემზადება. თეატრი ანარეკლის ინოვაციური ნამუშევარი ჩინეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობს. საინტერესო ბიოგრაფია აქვს უკვე, იმიტომ რომ საერთაშორისო ფესტივალზე იყო და ორივე ფესტივალზე სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზე ვიყავით, იქ თქვათ ჟიურის წევრები იყვნენ იაპონელები, ლიტველები, ევროპიდან სხვადასხვა ქვეყნიდან და მათი რეკომენდაციების საფუძველზე მოხდა ისე, რომ მიგვიწვეს ჩინეთში ქართულ კულტურას, ქართულ ფოლკლორს, ქართულ პლასტიკას, ქართულ თეატრს რაღაცნაირად უფრო დაუახლოვებ და გავაცნობ სხვა ქვეყნის ხალხს. სპექტაკლი ქართველი დრამატურგის პოლიკარპე კაკაბაძის 3 ასულის მიხედვით შეიქმნა. მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე კი ის თანამედროვე ინტერპრეტაციით დაიდგა. ქართული ფოლკლორულ ინსტრუმენტებზე ავაწყეთ მუსიკა, ქორეოგრაფია ვეცადეთ მაქსიმალურად ქართული იდენტური ყოფილიყო და გამოგვივიდა რაღაცა თანამედროვე საერთაშორისო ენა და ყველას ესმის. ჩინეთის თეატრალური ფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პლატფორმაა. ღონისძიებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც დასისთვის, ასევე ქართული თეატრისთვის. ის საშუალებას იძლევა მსოფლიო აუდიტორიამ ქართული თეატრალური ხელოვნების განსხვავებული მხარე იხილოს. რა თქმა უნდა, ეხლა ჩინეთშიც, როცა ამხელა ქვეყანა, ამხელა აუდიტორია ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდ გამოცდილებას მოგცემს ეს არა მარტო მე, არამედ სხვა წევრებსაც თეატრის. ამიტომ ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად წარვადგინოთ არა მარტო ჩვენი თავი, ქვეყანაც. ეს ჩემი აზრით წარმოქმნის ახალ ინტერესს სხვა თეატრების მხრიდან, საინტერესო ადამიანების მხრიდან, ჩვენთვისაც კიდე ერთი წარმატებისკენ ერთი ნაბიჯი იქნება. საერთაშორისო ფესტივალზე დასი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ჩინეთის მხარის დაფინანსებით 9 და 10 ოქტომბერს წარდგება.